გაუმაჯოს აკაცველოს. Thank you so much. გამარჯობა, ძალიან დიდი ხანია ვლოგები არ გადამიღია და ძალიან მიხარია რომ დღეს ესეთი კარგი მიზეზით ვიღებ ვლოგს. მოკლედ ახლა ვართ ვენაში, ჩვენი მეგობრების სახლში და ვის სახლშიც ვართ, ეს არის ბრაზილიელი წყვილი, რომელსაც დღეს ექნება ქორწილი. დღევანდელ ქორწილში სიურპრიზი იქნება ტორტი. იმიტომ რომ ადრე ვიყავით უკრაინულ რესტორანში და ამ ჩვენმა ბრაზილიელმა წყვილმა შეუკვეთა და ძალიან მოეწონა უკრაინული ნაპოლეონის ნამცხვარი პირველად გასინჯეს და ამ გოგოს ისე მოეწონა, რომ ჩემი ქორწილის ტორტი უნდა იყოს და ნაპოლეონის ნამცხვარიო. ვიცი, sounds insane, მაგრამ მოეწონა და რა ვქნათ. ისე ვინო ქართველმა რო თქვას, რომ აი ჩემი საქორწილო ნამცხვარი იქნება ნაპოლეონის ტორტია, ხო ვიცი გამოუხტებიან ვიღაც ცნობები და ეტყვიან რა ნაპოლეონის ტორტია, მაგრამ აქ სიცნობე არ ვიცით, იმიტომ რომ აქ ნაპოლეონის ტორტი საერთოდ არ იცოდნენ და რაც მოეწონათ ის გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყო მეტი wedding cake. მაგრამ ქორწილი, მთავარი ქორწილი გადაიხადეს ბრაზილიაში, სადაც ნაპოლეონის ტორტი ვერ შეუკვეთეს და ქონათ რაღაც ჩვეულებრივი ტორტი. და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ნაპოლეონის ტორტი აქ შეგვეკვეთა მათთვის და დღეს ქორწილში წავიღებთ ნაპოლეონის ტორტს. ამის შესახებ არ იცის ჩვენმა ბრაზილიელმა წყვილმა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუხარდებათ. ხო, თან ახლა გეტყვით, რას გავაკეთებ დღეს. მოკლედ, ახლა წავალ ცოტა ხანი ჩემს საყვარელ ადგილებში. გავისეირნებ, თან ძალიან მზიანი ამინდია და ვენაში მზე ნოემბერში ცოტა ესეთი ამბავი არ მახსოვს დიდად და აუცილებლად გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. მე წავალ ცოტა საშოპინგოდ, იმიტომ რომ დღეს არის შაბათი და ყველაფერი იკეტება 6 საათზე და ხოლმე კვირაა და არაფერი საერთოდ არ იქნება ღია და რაღაცებს ვიყიდი. მე შევხვდები ჩემს მეგობარს, დანარჩენები გუშინ ვნახეთ, იმიტომ რომ აქ მოგვაკითხა ყველა. და მე ავიღებთ ტორტს და წავალთ ბარში, სადაც აღნიშნავთ ქორწილს. I missed you so much. Hi there. Oh my god, how are you? ეხლა ვარ სახლში მარტო. ბავშვები უკვე წავიდნენ. საშოპინგოდ ცოტა ადრე. და რომ თან Black Friday-ის ფასდაკლებები უწევს და რაღაც ცოტა დილიდან არიან გასულები. გარეთ ძალიან ცივა და როცა ვამბობ, რომ ძალიან ცივა. ორი იმდენი წარმოიდგინეთ, რამდენიც თავიდან წარმოიდგინეთ. მომიწევს, რომ ქუდი დავიხურო. აი, ესე. ხო, ქორწილს როგორც გითხარით, ვიხდით ბარში, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულად გამობრანჭულად არ ჩავიცვი. ცოტა ბრჭყვიალად მაცვია და მე მგონი ბარის ქორწილისთვის შესაფერისად, ცივი ვენის ბარის ქორწილისთვის შესაფერისად. მგონი გამიგრძელდა სახლში ყოფნა, იმიტომ რომ ისე ცივა, ჯერ არ გავს ლორგარეთ და სუპერბაზარში უკვე ცივა. ეხლა ვფიქრობ რა განახოთ თან დღეს. აქ ისე მოხდა, რომ ბევრ ადგილას წასვლა უკვე ვეღარ მოვასწარი, უცებ მაღაზიებში შევირბინე და ეხლა პირდაპირ წავალთ ბარში, მაგრამ სადაც მინდოდა რომ წამეყვანეთ, იმას ვიდეოში ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ. მანამდე კი ეხილეთ ჩემი საყვარელი ტრანსპორტი ვენაში, შიდა საქალაქო მატარებლები, რომლებიც ესეთი მოწესრიგებულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლა ძალიან კარგი აქვთ აქ და ამიტომ არ მიყვარს, რომ ბევრი იყენებს. აი ძალიან ესეთი მაღალშემოსავლიანი ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ იყიდნენ მანქანებს, დადიან აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმიტომ რომ ნახეთ რა სისუფთავეა. აი კეიკი ავიღეთ. და ამერიკელი ბიჭი წავიღეთ. Say it properly. Properly as it talks. Გამარჯო. We need some practice with the accent. Georgian teacher, Georgian grammar and literature teacher, and the student. And you see the result. Oh my god. Ana, sorry, Jonas, ქართულად უცენზუროს ითხოვს. და ვერაფერს ვერ გადავიღე ვიდეო ისე რომ ეს ყველაფერი არ გამოჩნდეს. ხოდა ერთხელ თქმა არა მოვჭრი. მაგრამ მე რომ ეძამ ბლოკავს YouTube. Okay.
იმის კომენტარი რომ მოვედით უკვე აი განახებთ ახლა. მოვედით ჩვენ საყვარელ ვენურ ბარში, სადაც ვართ მხოლოდ ახლო მეგობრები და ორმა კიდე წამოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ რაღაც გრანდიოზულ ქორწილს არაღვდოთ. ეს არის უბრალოდ აღნიშვნა ამ ბედნიერი ამბის. Back to vlogging. She's always liking my TikTok videos, even though she doesn't understand the word I'm saying. Not a word. I can say Kamachova. And that's it. That's where I am. He's saying some inappropriate words in my vlog. Don't say And I'm gonna cut so many things out from here. ეს არის ბარი, სადაც დაიკავე, კაი გახარ. დავდედით ხოლმე ხშირად ძალიან სტუდენტობის დროს. და მაგიტო მოვიდით აქ. მოვიდა ჩვენი პატარა ქორწილი სიძე პატარწალიც, ჯერ ვიბახშმეთ და არ გადამიღე, იმიტომ რომ ძალიან გვშიოდა და მე ტორტიც დავჭერეთ. This is so nice. So nice. Thank you. დავიდეთ ახლა Christmas მარკეტებზე. ამაზე უკვე ვიდეო მიდევს, მაგრამ რამდენიმე ესეც ლამაზ და საინტერესო ადგილს დღესაც განახებთ. მე ცოტა ადრე გამოვედი, იმიტომ რომ მინდა რომ შოკოლადები ვიყიდო. და კი გაგიკვირდებათ ახლა ხო თქვიო რომ კვირას დაკეტილია ყველაფერი და შოკოლადები საკ უნდა იყიდო. მაგრამ არის ცენტრში რაღაც სუვენირების მაღაზიები, სადაც რომლებიც ყოველთვის ღია არის, მათ შორის კვირასაც. და ასევე არის ერთი სუპერმარკეტი ბილა, რომელიც ბენზინ გასამარხებთან არის პატარა მარკეტები, მაგრამ აი ეს ბილა არის დიდი, ყველაფერი აქვს შიგნით და კვირაობითაც ღია არის და ზოგადად ღია არის 10 საათამდე. ამიტომ დღეს იქნება ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან დიდი რიგი, მაგრამ არა უშავს, კარგი ამინდია, არ არის პრობლემა, თან ვენა მართლა მომნატრებია, ამიტომ წავალთ ახლა, ვიყიდეთ შოკოლადებს და რა შევხვდებით ბავშვებს Christmas მარკეტისთვის. და აი სანამ Christmas მარკეტებზე წავალთ, მოგიყვანით ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება ვენაში. ეს არ არის რაღაც ღირსშესანიშნაობა, ეგენი ჩემს წინა ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ადგილი, სადაც ვენაში სწავლის პირველ წელს ვცხოვრობდი. რა საინტერესოა, რომ სახლთან, აი ეს არის კორპუსი და აქ არის იპოდრომი. და აქ არის სასაირნო ბილიკი და კიდე განახებთ ლამაზ სასაირნო ადგილებს. აქ თითქმის არ მისეირნია, იმიტომ რომ როცა ვსწავლობდი იმდენად ჩაფლული ვიყავი ამ სწავლაში და უნივერსიტეტის იქეთ ვერაფერს ვერ ვხედავდი, რომ აი ესეთი სიამოვნება გამოვტოვა, რომ შეგიძლია შაბათ-კვირას განსაკუთრებით სიწყნარე ხედავთ, რომ აი არავინ არ არის, ორმა ადამიანმა გაირბინა წაყან და ერთმა ველოსიპედით. აი ესეთი სიწყნარე და სიმშვიდე, რომ შეგიძლიათ ამის ფუფუნება გაქვს, რომ ქალაქში ყველგან არის ულამაზეს პარკები. როგორ აი მომენტით არ ვიცხოვრე, აქ რო ვცხოვრობდი, მართლა ვცხოვრობდი იმისთვის, რომ რაღაც კარგად მესწავლა, დავლევები კარგად დამეწერა, ფინალურები კარგად დამეწერა და მომენტით არ ვიცხოვრე. ამიტომ ვინმე თუ უყურებთ ახლა ამ ვიდეოს, ვისაც გინდათ რომ აპლიკაციები გაგზავნოთ საზღვარგარეთ, დაიმახსოვრეთ, რომ მომენტით იცხოვროთ. და ეს მომენტი არ გულისხმობს მარტო იმას, რომ ბარში წახვიდეთ მეგობრებთან ერთად ხშირად გასართობად ვაკეთებდი ამას, მეგობრები ნამდვილად არ მაკლდა და ეხაც ხედავთ რომ მეგობრებთან არ ჩამასული, მაგრამ ხო მომენტით იცხოვრეთ რა, დადგებით იმით რომ შეგიძლიათ ესეთ ლამაზ ადგილას უსაფრთხოდ გამოხვიდეთ, ისეირნოს, დაფიქრდეთ. ახლა კი ველოდები არ მეგობრები Christmas მარკეტებს, ამიტომ მალ-მალე მოვილი აქავრობას განახებთ და მერე წავიდეთ. აქ პირველ სართულზე იყო ჯიმი, რომელთაც არასდროს მისარგებლია. აი აქ მეორე სართულზე იყო ჩემი ოთახი და ზუსტად 2 წუთი გჭირდებოდა იმისთვის, რომ ვენის ყველაზე დიდ და ლამაზ პარკში მოხვედრილიყავი. ეხლა მივდივარ იმ პარკში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტახნით გამოდიოდი ხოლმე გარეთ, რასაც მართლა ძალიან ნანობ, ვერ ხვდები რატო გამოდიოდი ესე ცოტახნით გარეთ. მაგრამ ამინდები მართლა ძალიან ცუდი იყო და სახლში ესე თბილად ვიყავი ხოლმე, მაგიტო ალბათ
ხო და მაინც შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაზე დიდ დროს ვატარებდი აფხულში. როცა ცოტა ამინდები გამოვიდა. აქ შეიძლება იქირაო ველოსიპედი აპლიკაციით. ეს არის ვენის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა და ეხლა უკვე წავედით ქრისმას მარკეტებზე და განახებთ ძალიან ლამაზ და ზღაპრულ ადგილებს ვენაში. ვენაში საკმაოდ ბევრი ქრისმას მარკეტია, ყველგან ცხადი არ ვიყავით, თუმცა ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი მერიის შენობის წინ. აქვე აქვთ ესეთი საციგურაო მოედანი და ნახეთ რა ლამაზ ადგილებში გიწევს სრიალი. თებერვლამდე თუ არ ვწდები ღიაა, თუმცა ქრისმას მარკეტები შობის შემდეგ უკვე მიკეტება. მოკლედ იმედია მოგეწონოთ ვიდეო, თუ მოგეწონოს დამიწერეთ ფიფქიან თოვლის ბაბუღა. გისურვებთ ძალიან ბედნიერ ახალ წელს და გიტოვებთ backstage ვიდეოს. Камера шарга.